გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. Აცემლო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობათ. მივესალმები ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოს ნოსყენის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია, ეს ყველაფერი უფასოდ. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ გახსნა და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი, სადაც შესაბამისი კუთხე დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ სათანადო მკურნალობა. ფრანგულ-ქართულ სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. განსაკუთრებით გამოირჩევა ანგიოლოგიური კაბინეტი, კარდიოლოგიური, ეხოსკოპიური, ენდოსკოპიური და ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი და იყოს ბედნიერი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის ექიმი გინეკოლოგი ქალბატონი ნინო მირველაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი ნინო და ვისაუბროთ სკრინინგით გათვალისწინებულ გამოკვლევაზე, როგორც არის საშვილოს ნოსყენის გამოკვლევა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე, ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისას, განსაკუთრებით მანდილოსისას, ახალგაზრდა ქალბატონისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი, მისი მთლიანად ორგანიზმი იყოს აბსოლუტურად მოწესრიგებული, რომ არავითარი პრობლემა არც მას, არც მის მომავალ თაობას არ შეექმნას და სწორედ ამიტომ არის, რომ სახელმწიფომ დაიწყო ზრუნვა, რომ ჩასვა სკრინინგ პროგრამაში, ეს ყველაფერი ასაკობრივი მიხედვით არის უფასოდ, თუ იმ ასაკში ჯდება ეს ჩვენი მომავალი პაციენტი და შესაბამისად არის საშუალება იმისა, რომ ადრეულ სტადიაში ის დიაგნოზი დავსვათ, რომელიც შესაძლებელი არ არის განაჩენი, მაგრამ სამკურნალო და მოსავლელი და სრულიად შეიძლება ჯანმრთელი დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ამასთან დაკავშირებით იქნება განმარტება გავაკეთოთ ქალბატონ ნინო, თუ საერთოდ რას ემსახურება ეს თქვენი გამოკვლევა, როგორ ხდება მისი გამოკვლევა და შემდგომში ვისაუბროთ უკვე მის პრევენციაზე და მის არსებულ სტატისტიკაზე. გისმენთ? მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს, მოსახლეობას, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ყოველთვის ხართ ყურადღებით ჩვენი კლინიკის მიმართ და მოსახლეობის მიმართ, რომ იყოს ჯანმრთელი და ყოველთვის გვიწევთ ხოლმე ჩვენს ექიმებს. დიახ, სწორად ახსენეთ, ჩვენთან მიდის გამოკვლევები სკრინინგის პროგრამით. ეხლა რაც შეეხება მე ვისაუბრებ ჩემ დარგში 25-დან 60 წლის ჩათვლით არის საშვილოს ნოსყელის გამოკვლევა. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ადრეულ ასაკში და ადრეულ ეტაპზე და ადრეულ სტადიაზე იქნას აღმოფრქვილი ესა თუ ის დაავადება. აგრეთვე ქალბატონებისთვის, ჩვენი მანდილოსნებისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი მამოგრაფიის გაკეთება, სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა, რომელიც ასევე თქვენ რომ აღნიშნეთ, რომ არის 40-დან 70 წლის ჩათვლით. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენთან მინდა აღვნიშნო ბატონო გურამ
მე მინდა ვისაუბრო თვითონ ჩვენი მოსახლეობის და მანდილოსნების ენით, შეიძლება ვისმეს ნამდვილად ენიშნოს ეს სიტყვები. არის მომართვიანობა, მოდიან მანდილოსნები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ უნდათ მხოლოდ მამოგრაფიის გაკეთება, ან მხოლოდ საშულოსნოს ყელის გამოკვლევა. ერთ-ერთი მათგანი მინდა იცოდეს საერთოდ მოსახლეობამ, მანდილოსნებმა, რომ ეს არის ძალიან არასწორი. ეს ორივე გამოკვლევა ტარდება პარალელურად, ერთად და ეხლა დამეთანხმებით, რომ რამე, რა ვიცი, ორგანიზმის და სხეულის ასე თუ ისე რაღაც ნაწილების და ორგანოების გამოყოფა ნამდვილად ეს რა ვიცი, რო არ იყოს სასაცილოა და თუ ერთი ორგანო უნდა იყოს გამოკვლეული, რა თქმა უნდა მეორეც უნდა იყოს. იმიტომ რომ არის პარალელურ რეჟიმში თუ ერთგან შეიძლება არ იყოს რამე პრობლემა და მოდიოდეს მეორესგან, ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ იცოდეს ჩვენმა მანდილოსნებმა, ქალბატონებმა, რომ ეს ხდება ერთად ეს გამოკვლევა. არც ერთ შემთხვევაში ასეთი ის არ დაუშვან შეცდომამ, რომ გაიკეთონ ერთი და არ გამოიკვლიონ მეორე. როდესაც ჯდება ასაკში ის ქალბატონი, რომელსაც ეკუთვნის ორივე გამოკვლევა. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან აგრეთვე ხდება კოლპოსკოპიური კვლევა. ესაც ხდება პარალელურად. ზოგჯერ გონიათ პაციენტებს, რომ პაპ ტესტი ჩაიტარეს საშულოსნოს ყელის გამოკვლევა და კოლპოსკოპია ეს რა არის? გვისვამენ ასეთ შეკითხვას. კოლპოსკოპია არის საშულოსნოს ყელის დათვალიერება მიკროსკოპით. შეიძლება, მე მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება იყოს პაპ ტესტში სრულიად სიმშვიდე, არაფერი იქ ნორმა მოგცეს პასუხი, მაგრამ კოლპოსკოპიური კვლევის დროს იყოს რამე დაავადება აღნიშნული და გამოვლენილი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მოსახლეობას და ქალბატონებს ვიბარებთ კიდევ კოლპოსკოპიურ კვლევაზე. შეიძლება იყოს პირიქითაც. კოლპოსკოპიაზე იყოს სრულიად სიმშვიდე, არაფერი დაავადება არ იყოს და პაპ ტესტში მოვიდეს რაიმე ცვლილება და ნორმას არ ექვემდებარებოდეს პაპ ტესტის პასუხი. ამიტომ მაგ დროს უკვე სხვანაირად ვიქცევით და უფრო ყურადღებით ვართ, უნიშნავთ მკურნალობას და ასე შემდეგ. კანტონინო, თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ ეს აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი მანდილოსნებისათვის და აღნიშნეთ, რომ ასევე რომ უნდა ჩაიტაროს როგორც საშულოსნოს ყელის გამოკვლევა, ისე სარძევე ჯირკვლევის, მაგრამ ჩვენ დღეს მაინც ძირითადი აქცენტი გვაქვს საშულოსნოს ყელის გამოკვლევაზე. კარგია, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი ჩივილები არ აქვს, ფლობდეს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიტუაციას და მოდიოდეს და იკონტროლებდეს. და ყოფილა შემთხვევა, ამას ალბათ თქვენ აღნიშნავთ შემდგომში, რომ სრულიად ჯანმრთელი რომ გონია და მოვა და ნახავდა, იქ აღმოჩნდება, ის ადრეული პერიოდია და ადვილად შეიძლება მისი მკურნალობა, მაგრამ რომელიც არ მოდის, რომელიც გაურბის ამ შემოწმებას და შემდგომში უკვე, როდესაც პრობლემები შეექმნება, მაშინ მოდის. აი, რა ჩივილები უნდა ახასიათებდეს უკვე იმ პერიოდში, როდესაც საწყისი პერიოდი ეწყება მას, რომ იქ რაღაც ცუდი ვითარდება. მოდი ამას ასე დავუყუროთ. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ. კიდევ გავიმეორებ, არის ჩვენი მანდილოსნები ასეთი გაგებით, რომ შევთავაზებთ, გვეუბნებიან, რომ ეხლა მეშინია წყნარად ვცხოვრობ, რატომ ვინერვიულო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მცდარი აზრია, მცდარი შეხედულება არის, თუ არის ორგანიზმში ის დაავადება, ის ისედაც იმუშავებს. ხო და ამიტომ მე უფრო შეშინდება პაციენტი პიროვნება, რომ უფრო რთულად იქნება იმ დაავადების განკურნა.
ამიტომ ადრეულ ასაკში რომ აღმოიფრქვას და ეს გავიგოთ და უკვე დაექვემდებაროს მკურნალობას, რა თქმა უნდა, სჯობია. და ამიტომ ვიმეორებ, რომ არის პაციენტების მომართვიანობა, რომ უბრალოდ აწუხებს ან ტკივილი, ან რაღაც პატარა დისკომფორტი და სრულიად, იქ არაფერი არ ყოფილა, რომ კვლევის დროს არაფერი დაავადება, არაფერი პათოლოგია, მაგრამ ხდება პირიქით. შეიძლება არც არაფერი ჩივილი არ ქონდეს, სრულიად მოულოდნელი ყოფილა ხოლმე პაციენტებისთვის, რომ გვითქვია, რომ აი აქ არის დარღვევა და ჩვენ გვინდა რომ მიმართვა მოგცეთ. ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ ჩვენ უკვე ადგილზე ის ვეღარ აღმოგვიფრქვია და არის შემდეგი რაღაც კვლევები საჭირო, სწორი მიმართულება მიგვიწვია. არც ერთი პაციენტი მე მგონი ამას არ უარყოფს, რომ მეც და ჩემი კოლეგაც სათანადო ყურადღებით ვექცევით ამის თანაპაციენტებს და სათანადო მიმართულება მიგვეცია და ეხლა რომელი პაციენტის რა თქმა უნდა ეხლა თქვენ ხო ალბათ დამეთანხმებით მარტო ცალმხრივი არ არის არაფერი ექიმ არაც უნდა მოიწადინოს თუ პაციენტი არ მოყვა იქ ვერაფერს ვერ გახდება. აი რომელსაც ეშინია რომელი პაციენტიც ჩვენ მოყვება ის დღეს ძალიან ჯანმრთელს და კარგად არის. და არ მოდის და შემდგომში გამოაჩნდება ვთქვათ დაავადება რა ჩივილების მიზეზით მოდის თქვენთან. აი სისხლის გამონადენი აქვს ვთქვათ ტკივილები აქვს ტემპერატურა უმატებს თუ რა ხდება რომ ტემპერატურის მომატება არ არის პათოლოგიური შესაბამისი ან გამონადენი შეიძლება სისხლიანიც იყოს შეიძლება სქესობრივი აქტის დროსაც იყოს რაღაც ტკივილები და ასე შემდეგ ამიტომ იმას არ უნდა დაელოდოს უფრო ზოგადად რა თქმა უნდა ხო კიდევ მინდა აღვნიშნო თუ მომცემთ ამის უფლებას რომ არის მოსახლეობის ის ნაწილი და პაციენტის განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში რომ აი გავიკეთე ეხოსკოპიური კვლევა და არ მინდა გინეკოლოგთან მიმართვა, არ მინდა ან პაპ ტესტი, არ მინდა ან ნაცხის კვლევა და ასე შემდეგ. ეხოსკოპიური კვლევა არის თანმხლებითი ჩვენ კვლევასთან. მე არ უარყოფ რომ ეხოსკოპიური და მცირე მენჯის ეხოსკოპია ან ვაგინალური ეხოსკოპია არ უნდა გაიკეთოს პაციენტმა, მაგრამ ეხოსკოპიური კვლევა ვერ ხედავს იმ საშუალოსნოს ყელის პათოლოგიას, რასაც ვხედავთ ჩვენ და რასაც ვათვალიერებთ კოლპოსკოპით. ამიტომ აუცილებლად პაციენტმა მაინც უნდა მოგმართოს. არის ასეთი პაციენტების კატეგორია აი ჩემ პაციენტს მოყვა თავისი მეგობარი, რომელმაც აღნიშნა, რომ სულ 1-2 კვირის წინ ჰქონდა ეხოსკოპია გაკეთებული და არ მინდა მე ეს კვლევა ყველაფერი წყნარად არის და ძალიან კარგად არის. მაგრამ აღმოაჩნდა საშუალოსნოს ყელზე პრობლემები და მივედით იმ კვლევამდე და იმ ზომამდე, რომ ამ პაციენტმა ჩაიტარა ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპია და მთელი ეს და ასე შემდეგ. კი. შეიძლება საშუალოსნოზე დანამატებზე არ იყოს არაფერი, მაგრამ აუცილებლად გინეკოლოგმა უნდა დაათვალიეროს საშუალოსნოს ყელი და აუცილებლად უნდა იყოს აღებული პაპ ტესტიც და კოლპოსკოპიაც და ასე შემდეგ. გავდენო ჩვენ ყოველთვის ხშირად გვსმენია რომ საერთოდ ეს ონკოლოგიური პრობლემა ვისაც ერთმა ყველა დაიფაროს და აღმოაჩნდება უკვე გონია რომ განაჩენი გამოტანილი აქვს მაგრამ დღეს მედიცინა სხვანაირად აცხადებს რომ განაჩენს ნუ დაუძახებთ ამას ეს განკურნებადია იმ სტადიებში რა დროსაც ჩვენ მას ვიპოვით რა თქმა უნდა ადრეულ ასაკში თუ მიმართა აქ ახლა ზუსტად ეს სკრინინგ პროგრამა და მით უმეტეს ეს თქვენი სფერო მიმართულია იქით რომ აი როცა ადამიანს არ აქვს ის პრობლემა საერთოდ მაშინ როდესაც აღმოვაჩენთ
ეს აბსოლუტურად მის ორგანიზმს არავითარ ზიანს არ მიაყენებს, პირიქით ის ცოტა გარკვეულ პერიოდის მკურნალობაში ჩაიტარებს და იქნება აბსოლუტურად ჯანმრთელი. და მაინც მინდა თქვენ აღნიშნოთ, რომ სტატისტიკურად როგორ არის, აი თქვა, მაგალითად 10 ვიზიტორიდან, პაციენტიდან რამდენს აღმოჩენია ეს დაავადება და თუ აღმოჩენია იმ პროცენტულად რამდენი სრულყოფილად განკურნებულა. თქვენ ალბათ ანალიზი გექნებათ ამისი და იქნება ჩვენ გავაცნოთ ტელემაგნიტურ, მათ არ ეშინოდეთ. ჩვენ გავაკეთეთ სულ რამოდენიმე დღის წინ ასეთი სტატისტიკა. ავიღეთ საერთოდ 2012 წლიდან, როცა არის ეს ჩვენი სკრინინგული პროგრამა და აღმოჩნდა, რომ სადღაც ალბათ 20-30% იქნა ეს დაავადება გამოვლენილი. სამწუხაროდ არ ვიცი, დღესდღეობით და ამ ბოლო პერიოდში ძალიან არის ეს დაავადებები და ონკოლოგიური დაავადება უშუალოდ ძალიან ხშირად ვლინდება და ამიტომ პაციენტი თუ მიმართავს ექიმს ადრეულ ასაკში, ადრეულად იქნება ეს გამოკვლეული, სრულიად უსაფრთხო იქნება მისი ჯანმრთელობისთვის და მისი სიცოცხლისთვის. არის ჩვენთან ასეთი პაციენტები, რომლებმაც ადრეულ ასაკში მოგმართეს, შემოიფარგლა ქირურგიული ჩარევით, ან შემოიფარგლა კოაგულაციით და სრულიად ჯანმრთელი არიან. არის პაციენტები, რომლებსაც დასჭირდათ ქიმიოთერაპიის ჩატარება სულ 2-3 პროცედურაზე და მის სიცოცხლეს და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. და თუ ახლა პაციენტმა ცოტა დაგვიანებით მოგმართა, რა თქმა უნდა. უფრო მეტი პრობლემები შეექმნება მას, იმიტომ რომ უკვე ცხადია სხვა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. დიახ. და ჩვენ მაინც გადაცემაში აღვნიშნავთ, რომ ამ სკრინინგ პროგრამაში გარკვეული ასაკია. ვთქვათ, ამ შემთხვევაში საშვიროსნოს ყელის 25-დან 60 წლის ასაკის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად უფასპატიოდ მოვიდეს, ჩაიტაროს გამოკვლევა და შეამოწმოს თავისი ჯანმრთელობა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ასაკში ვერ ჯდება მისი საერთოდ ეს დაავადება და უნდა რომ ჩაიტაროს გამოკვლევა და ამ შემთხვევაში უკვე ფასიანია ჩვეულებრივი და სურვილისამებრ არის ასეთი კატეგორიის. დიახ, ძალიან ხშირია ასეთი კატეგორია. 60 წლის ზევით მოგმართავენ პაციენტები, რომლებიც თანხით იკეთებენ ამ გამოკვლევას. ეს სრულად დაშვებულია და მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოძმე რესპუბლიკებიდანაც კი მოდიან და იკეთებენ ფასით ამ გამოკვლევას და ცოტა არ იყოს კიდევ აღვნიშნავ, რომ მოძმე რესპუბლიკებიდან მოდიან ფასით იკეთებენ და ჩვენ მოსახლეობას რომ თავაზობთ, რომ უფასოდ გეკუთვნით, ცოტა არ იყოს მასე არა, გასაგებია შიშის ფაქტორი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს არიან, მაგრამ ეხლა რა არის, იცით? მოდი მედიცინა საკმაოდ წინ წავიდა, განვითარდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა, რომ ადამიანის თითქმის ყველა ორგანო იქნეს გამოკვლეული, მაგრამ მაინც კიდევ არსებობს კითხვის ნიშნის ქვეშ რაღაც, რომ თუ ყოფილა შემთხვევა ცდომილება თუ არის, ეხლა მართალია ბიოპსიასაც ვიღებთ, იქ მიკროსკოპიურ გამოკვლევასაც ვატარებთ, პაპტეს ყველაფერს, მაგრამ ყოფილა რომ გონია რომ არის, მაგრამ დადასტურდა რომ არ არის. ან გონია რომ არის და შემდგომში აღმოჩნდა რომ არ არის. აი ეს ცდომილება არის რაღაც პროცენტებში დაშვებული. არა, თქვენ გაქვთ მხედველობაში უშუალოდ ონკოლოგია. დიახ, ამ კუთხით. ხო, მაგ კუთხით არა, რა თქმა უნდა. არ ყოფილა ასეთი ცდომილება, თუ პაპტესტში მოვიდა უკვე ისეთი პასუხი, რომ ის დასტურდება კოლპოსკოპიურადაც, ის დასტურდება ბიოპსიური კვლევითაც და შემოიფარგლება იქ უკვე იჭრება ის საკითხი, რომ შემოიფარგლოს ეს მხოლოდ კოაგულაციით თუ ქირურგიული ჩარევით და
იქნას ან ამპუტაცია, ან ექსტერბაცია, ან ასეთი რაღაც გაკეთებული ქირურგიული ჩარევა. მაგრამ თუ ყოფილა ჩვენთან ასეთი შემთხვევაც, რომ მოსულა პასუხი, ამას ჩვენ უკვე ასკუს ვეძახით ასეთი პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, რომ რა არის ეს არაფერი ამ პასუხში საშიში არ არის ნამდვილად, მაგრამ არც ნორმა არ არის. მაგრამ როცა ჩაგვიტარებია პაციენტისთვის სათანადო მკურნალობა, გაგვიმეორებია ჩვენ ეს ანალიზი, აღარ ყოფილა ასეთი პასუხი. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ სრულიად ადრეულ ასაკში და ადრეულ ეტაპზე ჯობია რომ მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს პაციენტმა ეს გამოკვლევა და ჩვენმა მოსახლეობა. ეს გასაგებია ყველაფერი მიუხედავად იმისა, თქვენ აღნიშნეთ, რომ მოძრავ რესპუბლიკებიდანაც მოდიან, ცხადია კახეთში დიდ როლს თამაშობს ეს ფრანგული სამედიცინო ცენტრი და ალბათ თქვენი დამოკიდებულება ოჯახის ექიმთან. რამდენად გეხმარებიან, რამდენად ხშირია მათი მხრიდან თქვენთან მომართვიანობა და აქტიურობა ამ საქმეში, იმიტომ რომ თუ ოჯახის ექიმმა არის აქტიურად და არ აიძულა ნებისმიერი თქვენი მომავალი პაციენტი, რომ აუცილებელია რომ ჩაიტაროს მკურნალობა ან გამოკვლევა, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება და თან აქვე მინდა რომ საპილოტო პროგრამა, რომელიც შემუშავებულია, იქნება გავაცნოთ და იქნება ახსნათ. დიახ, მე მინდოდა, თქვენ აღნიშნეთ და სწორად დასვით ეგ შეკითხვა, მინდოდა იქ ამეღნიშნა, რომ ჩვენთან მოქმედებს საპილოტო პროგრამა, ოჯახის ექიმებმა გაიარეს სათანადო ტრენინგები, მომზადება. სულ ახლახანს 1-2-3 დღის წინ გახდით მე თვითონ მეზობელ სოფელში. აღჭურვილობა, ეხლა ყველაფერი უკვე ნახევარ სოფლებს ურიგდება ჩვენი კახეთის რეგიონში, ჩვენს ამბულატორიაში და პოლიკლინიკებში და კიდევ დაურიგდებათ ოჯახის ექიმებს, რა თქმა უნდა, ძალიან გვახმარებიან, აძლევენ მიმართვებს და კვლავაც ევალებათ ეს ოფიციალურად ოჯახის ექიმებს, რომ აიღონ თვითონ პაპ ტესტები, ჩართულები უკვე არიან ამ კვლევაში და აძლევენ მიმართვას თავიანთ პაციენტებს კი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ გვახმარებიან და უნდა მისცენ და აძლევენ კიდევაც ამ მიმართვებს. ეხლა ჩვენი მართალია საეთერო დროიწურება, მაგრამ მინდა რომ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს მოსახლეობასთან და ცოტა დავამშვიდოთ, ცოტა მივცეთ იმის საშუალება, რომ კარგად გაიაზრონ ეს ყველაფერი და გადაწყვიტონ შემდგომში როგორი მოქმედონ. თქვენ ისე უბრუნდები იმას, რომ მოდიან სხვა რესპუბლიკებიდან, მაგრამ ჩვენთან როგორია მომართვიანობა? აი რეგიონის მიხედვით გურჯაანი, თქვა თელავი, ყვარელი, ან თუნდაც ინტელიგენციის ნაწილი, ან თუნდაც რიგითი დიასახლისი, აი ეს როგორია მათი შემადგენლობა? რომელი უფრო ახალგაზრდა ცოტა ხანში შესული? მომართვიანობა, რა თქმა უნდა, არის, მე არ ვიტყვი რომ არ არის, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება რომ იყოს. ზოგადად მე ასე ვთვლი, რომ მოსახლეობა არის თავისი ჯანმრთელობით ნაკლებად დაინტერესებული და ამიტომ როდესაც თუ რაღაც ისეთი იგრძნეს და ისეთი აწუხებს, ზუსტად მაშინ მიმართავენ ექიმს და მაშინ არის ხოლმე ეს მიმართვიანობა, მაგრამ ამ რაც შეეხება სკრინინგ პროგრამას და თვითონ საშუალო ნოსყელის გამოკვლევას, უფრო არის 38-დან 55 წლის ჩათვლით, როცა არის ხოლმე 25-დან 60 წლის ჩათვლით შეუძლიათ რომ მოვიდნენ პაციენტები და მანდილოსნები. და კიდევ ვიმეორებ, არის მომართვიანობა, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება რომ იყოს და ამიტომ რაც რა ვიცი, თხოვნით მივმართოთ ჩვენს მანდილოსნებს თუ რაღაც ოფიციალური მით რომ მოვიდნენ და ჩაიტარონ. აუცილებელია ეს
ყველასთვის საყოველთაოდ ყველა მანდილოსანი უნდა იყოს გამოკვლეული. ეს ისევ და ისევ მათი ბედნიერებისათვის და მათი ჯანმრთელობისათვის თქვენაც აგრესეთ თუნდაც მოთხოვნა იყოს, თუნდაც დავალება იყოს, თუნდაც კატეგორიალი საკითხის დაყენება რომ ის აუცილებელია რომ მოვიდეს. კავდონინო, ჩვენ ვისაუბრეთ თითქმის შევეხეთ და აი დამატებით როგორც თქვენ გინეკოლოგი ხომ არ არის ის რაღაც რომელიც აუცილებელია რომ იცოდნენ ჩვენმა კალბატონებმა ამ საკითხთან დაკავშირებით და გაუზიაროთ თქვენ. დამატებით მოგმართონ ჩვენ გამოვიკვლევთ კიდევ დამატებით ვიმეორებ რომ კოლპოსკოპიური კვლევაც არის აუცილებელი რომ ჩაიტარონ პაციენტებმა. ეს ყველაფერი ანონიმურია რა? არა, რა თქმა უნდა, ჩვენ უშუალოდ ერთ-ერთთან გვაქვს ხოლმე პაციენტთან ამისი. ზოგიერიდება რომ არ უნდა რომ ის არა, რა თქმა უნდა, ეს რადომ უნდა იყოს გახმაურებული, ეს ინდივიდუალურია. ეს წდება ერთთან ექიმის და პაციენტის ურთიერთობით და მისი სათანადო დანიშნულება და მიმართვა თუ რაღაც სხვაგან შეიძლება რომ წარიმართოს პაციენტი და მიმართოთ უფრო დიდ კვლევებს თუ ეს იქნება საჭირო. თუ არა და მე უსურვებდი ჩვენს მანდილოსნებს რომ ისე დროს მოემართოს რომ ადგილზე ყველაფერი სათანადოდ ყოფილიყოს გამოკვლეული. დიდი მადლობა პაციენტო ტელემაყურებლებო. მინდა შეგახსენოთ ისევ რომ გადაცემა ჯანმრთელობის ხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლები, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია ეს ყველაფერი უფასო. და აქვე გახსნილია და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი, სადაც შესაბამისი კუთხე დაავადებული შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ მკურნალობა. და ასევე რომ ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლოეს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. ისე რომ ყველაფერი ეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით არის გაკეთებული. კაბატონო ნინო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, აუხსენით ჩვენს ქალბატონებს თუ როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და იმედია რომ ამ გადაცემის შემდგომ ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული მათი მხრიდან. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა ფრანგულ-ქართულ სამედიცინო ცენტრის ექიმი გინეკოლოგი ქალბატონი ნინო მირველაშვილი. ქალბატონი ნინო, თქვენთან ერთად დავშვიდობთ ჩვენს ტელემაყურებლებს. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შემთხვევაში. კარგად ბრძანდებოდეთ, უსურვებთ ჯანმრთელობას ყველას. გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.